ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ მეგობრებო, არხი გამწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობათ. მოკლედ ერთი რამე უნდა გითხრათ. რუსთავში არის ხინკლის სახლი. უნდა გადავიღეთ. შევიქმენი 56 წლის, მაგდილი ხანი ასბესტის მილი ვერ აძლევს. კაი გეშინა. ადრე ტყოდნენ მაგდილი ხანი მე კიდე ბავშვი რო ვიყავ, კიდე ცოცხალია მეთქი რომ გავიგებდიო რა, აკამდე მომაღწიეთ. ხოდა რუსთავის ხინკლის სახლმა აი ესეთი რაღაცა გამოგვიგზავნა. არის შემწვარი კალმახი. თავისი ლიმონით იფიფი. და კაბაბები არის კიდე თავისი ეს კაბაბი არის. რუსთავში რო ვიყავით ხინკლის სახლმა ნახეთ შედით. ეგეც ხმოჯიგარია ამაში. ხოდა ხაჭაპურები გამოგვიგზავნა კიდე. მადლობა ხინკლის სახლის. ხოდა ხა სამწვადეც გამოგვიგზავნა, მაგაც აღარ გაჩვენეთ. ჩვენ 4 ვართ ქვეყანაზე. ძღოლი, ვანო, ბატონი დავითი და მე. ხოდა ნუ რა ვიცი ახლა. ორი მეგობარიც დავპატიჟეთ. თვითონ ტყეში ზოგს ეხამუშება, არ ვიცი რა ხდება რა. კოღო იცისო, ესაო, ისაო, თბილი წყალი არ არის და ნუ მოკლედ ვისაც უნდა და გული და სულ თვითონ იქაო არ, საჭმელი გვაქვს, სამწვადეცა გვაქვს. და კიდევ ჯისთორმა გამოგვიგზავნა ესეთი ანკერის powerbank-ი. ბატონმა დავითმა მიწერა. მე მივწერე. ეგ არის ნაძალადევის რაიონი, ქარვასლის შენობაში აქვს მაღაზია. აი აქ ამოვანათებ. და ლინკიც იქნება აღწერაში. ხო, კი, და ბევრ რამეებს აყიდიან რა. მოკლედ ყიდიან ყიდიან მობილურებს და ლეპტოპებს და powerbank-ებს და თუ ტყეში დადიხართ. ყიდიან. სალაშქრო. ძალიან მაგარი რამე არის. გამოიწე იქით. დამტენიც მოყვება. თავის ყველაფრით. ჩემი გამოსილა მეუბნე ეს იქნება 1-4 კილო. ეს რო ზურჩანთაში ჩაიდო და ატაროთ, მაგისტვის არ არის. იმიტომ რომ ეს მანქანაში ეკრანის სამწო. კოდეს ჯერ. კაი ამოაზე ხომ მუღამი გადაჭერი. ნახე რა. აი ხედავ შენ მოგურუმ სადამდე მიგიყვანა? ცელოფანი საზრობა უნდა და ავაცროთ. აჰა. აი ესეთი რამეა მაინც ბატონო დავიძენ დაწყნარდი რა, აი. ანუ ეს ისეთი ეკრანი აქვს, ანათებს 78%-ზე აჩვენებს და კიდევ აქვს განათება ეს. იწევა და აი. კიდე დაძეკი? და კიდე დაძეკი? მეტი ჩაქრება. და კიდევ აქვს სუსის ღილაკი. ეს არ გამომწევს. სუსი თუ სოსი? სოსი. სუსი. სადო? დამტენი მოყვა. ეს მანქანი თუ სადმე მიდიხარ, ძალიან ჯიგარი რაღაცაა რა. სოსის ღილაკი აქვს, მაგრამ არ ვიცი რა შოქი. დააწექი და გაიგე. ერთხელ დააწექი რა თუ. აი. გასაკეთებს. გადასცემს სოსს. მორზეს ამბანი იცი? კი, აი ეს ვიცი. მორზეს ამბანიც გადაცეც რომ მიშველეთო. კაია რო არ აღრიალებს, თორე ყუდროა, კაი, დავკეტოთ. ძალიან მაგარი რაღაცაა. ძალიან მაგარი მაღაზია, ძალიან ისეთი კაი რაღაცებს აყიდიან ესეც. 60,000 მილიამპერი აქვს წესით. მაჩვენე? ის მოყვება? კი. მოყვა დამტენი და ასე შემდეგ. მოკლედ აგე ინსტრუქცია. ინსტრუქციას თავი დაანებიშ, რომ ქართული ინსტრუქციის კითხვას დაიწყებს, ეს ეგ რაღაც დიდი უბედურობა უკვე დაემატა. მანამდე ჩვენ არ ვკითხულობდა, მე ქართულად მოვიქცევი. თუ რამე არ რაზიან და მე არ წავეკითხა. ესე შეერთებ. მოკლედ, მეგობრებო. ეხლა ბატონი ვანო და ბატონი დავითი ელექტროობასო ხელი მიყო. მოამზადებენ, ნუ მე მიცხეს რომ რახან იუბილარი ხარო? ჯისთორს რომ ესეთი რაღაც გამომიგზი. რახან იუბილარი ხარო და ხინკლის სახლო სამწვადეს გამოგიგზავნაო. მოგიმზადეთო დაბადების დღის ტორტსო.
ოღონდ ხორცისგან. ხო და მოდია მონახოთ რა მე აღარ გამოჩნდები და ბოლოში როგორ გააკეთებენ ბატონო დავით. სათახარ შემოქმედებით. თუ გინდა ეს შენ კონდე და თანატარი. ძალიან ჩააფრიდი. მოკლედ დავიწყოთ მაშინ ახლა. უბრალოდ დაიწყე და მე აი ესე იქ საუბრზე დავიწყები ქოხში. ხო და დაგელოდებით რა. ჩაოლებრივად. მოკლედ მეგობრებო, ახლა დავიწყებთ მწვადის აცმას და რო შეიძლება მე გავაკეთოთ მე და შენ მოვრთოთ. მოვრთოთ ტორტი და ზურაც გავახაროთ. მიდი. მე ვიცი რომ შენ მაგ ამბავში მაგარი ხარ, სულ მეხმარები ხოლმე და იმიტომ მიდი. რაღაც ესე. რბილებით დავიწყოთ ჯერ. შენ რომელიც გაგიხარდება. ნახე? ეს. აი, მოდი ეს, აი მე მოგაწვდი ხოლმე და შენ ცოტა დაშორებული იყოს ხო ერთ? არა, ზედი ხონდეს, აი. აჰა, ეს გამომართი. არიაო. მე არ ვარ ესეთი გამოცდილი. პირველად ვაგებ სხვათა შორის. არა, პირველად რატო? აბა კარგად გაიხსენე. არა, პირველად არა. პირველი არ არის. ხომ მეხმარები ხოლმე და. კი. ესე. აი სიგრძეზე მართო? აი, დიაგონალზე. აი ეგრე გავუშვი. რო გადატრიალების დროს, რო არის მოძრაოს. ეს. კი არის. შენ ამის მერე შენ ხარ მაგამბოში რა. შემცვლელიც გამოჩნდა. არა, ეს. აი ეს. აი, სწორია, აი ეგრე გავუყევი, ხო? წინიდან თითი არ დავუხვედრო არასდროს. მოდი რა ვქნათ იცი? ერთიც გავუკეთოთ აი ეს. მაშინ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდეთ. აი ცოტა ქვემოთ, კი და აი ესე სიგრძეზე წამოაცვიეს. და მაგას ეყოფ, აი ესე სიგრძეზე, მიდი? ეს. ხო. აჰა, ეგ ერთი. აი მასე გადადე ისე. კარგად გადადა. ხო, დავიწყეთ მეორე. შევა. რატო შორის კაი არა. კაი საქმეს აკეთებ. აი ნახე ამას როგორ აქვს ძვალი აქვს. აი აქ. აი მაგ ძვალსა და ხორცს შორის გავატარე და აკა. შეერთეთ ძლიანი მწვადი, ნეკლის მწვადი ყველაზე გემრიელია. აი ეს ხორჩა. არ ჩამოვარდება საწავო. აი სიგრძეზე. აი ეგრე გავატარე. მიდე. ესე. ერთი თუ არა, კარგი. არა, აი მაგის გარდა კიდე ერთსაც დავაყენებთ და მე კულინარიამ სიამოვნებს ზოგადად. კარგია, ბიჭო, უნდა იცოდე, როგორ გინდა. მიდე. აი ხე ჯერ დიდია კაცი და მე პატარა. ეხლა ეს ყველანი ჩვენი მეგობრები ვარ დავტანჯოთ. ამოდენა ხორცის აგებაზე, რო ავაგებთ, მარილის მოკლა, მე თან გადავიხოთ. ხო, მომენტებს განვიხილავთ. მეგობრებო, ავაცვით შამფურზე. ახლა დავაყაროთ მარილი. დავაყაროთ მარილი, ცეცხლიც მზად არის. ცეცხლი მზად. ხო იცი, ზურას მარილიანი არ უყვარს და ცოტა უნდა დააყარო. მე რეტყვის ლაშე მწვადი შეგიწვიათ რა. დააყარე. მე რა ვიცოდა ვთ. ოპა. იყოს ეს? ხო, კარგია. ეხლა მან დადე, ეხლა მეორე აიხე. ატმოვარ. აჩი შენი ექსკლუზივია დღეს ეგ რა. ხო. მერე შემდეგ ხახს დავაყრით. შემდეგ მე მორთობა და ხო, მორთობა და მე დააყარე, კარგად დააყარე. აჰა. მოდი ახლა სულ ყველა დავაყაროთ. არ მოგაწყენთ. ხო, დავალაგოთ და ნახევარზე რომიო შეიწება, ჩავთოთ ვიდეო, ნახოთ. და მე როგორ მოიქთება შევხედოთ. მოკლედ ნახევრად რა გონი შეიწვა, არა, ფერზე ეთყობა. რო მალე შეიწება. ნახოთ.
კაი ფერზეა, ეხლა 1-20 წუთში გაგეცდება. მე ამაზე პურზე გადავიტანოთ. მე გადავიტან და მორთოთ რა, პიტრი, პომიდორი და ხო. გავხარდება ალბათ რა, იმედია. ქონია ბევრი და როგორც ეთყობა პრემიზე არ არის გაზრდილი და ხორცის სუნი აქვს და კაი ხორცია. დავით ბატონო, გონი შეიცვა რა სიტყვი, შენ აზრს ველოდები მე. ჩემი აზრით გამზადდა. 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 მოდი გადავიტანოთ ეხლა. გადავიტანოთ, ეხლა პურზე დავდოთ, მაინც წავიღოთ რა. დიდი აბა როგორც მოერევი, ეგრეს წამოიღე. სულ ხوار ცაცო. არა, 2 ცალი წამოიღე ჯერ რა. პურზე დადე. მე ისე 2 ცალი და ესე გავაკეთოთ. დააწყე, ჯერ დააწყე, ერთად დაალაგე. ესე? ხო, დაალაგე და ყველა რომ მოვა, მე გადმოვიტანოთ. თვალები. კაი სუნი გაუშვა. საკმაოდ გემრიელი მწვადი იქნება ჩემი აზრით. ერთიც და ეს ყო ჩადე ერთსაც მოვიდან და ეგარ ეხლა მოვთოთ ხო? ეხლა მოდი ესენი აქ დაალაგე. შამფურები დააწყე აქ. ხალავე. ასე? ხო, დაალაგე. მიდი. ერთი ცალი დატოვე მანდ. ეხლა პურით ხო იცი როგორც უნდა და აქ დაალაგე. ჩეო კარგა მოვკიდო. მოდი აი აქედან ჩამოყევი, ჯერ უფრო ადვილია. იყოს. ეხლა ესე ლამაზად გაშალე, მომიცი ეგ. ეგ პური უნდა შევავსოთ. მიდი. კარგია შეროვე ერთვები ვიდეოებში. ცხელია. ვა. როგორ გინდა. კაი, ესე ჩამოვუყვები. როგორ გასწავლე თითო ჩამოვუყვები. ვახი. ეს რა ნე. ხოლე? მიჯერა. მე დავიჯე. შე, კაი. მიდი გააგზავნე. მოდი დავით ჩამოვცალოთ და მე ჩამოვცალოთ და გავაგზავნოთ მოკლედ, თორე ჩემ ტანჯვაში. ჩემ ტანჯვაში. აბა დავით, რა სიტყვი? მე ისეთი გამოვიდა, მე ხახვები დავალაგე დროს სწორი ყოფილიყო და ხო. დაგვეწერებინა სოუსი. მოდი აბა მე ვიზამ მაგ საქმეს. თუ მანდობ. გენდობ. რამდენი უნდა დავაწეროთ? 65? აბა, პირიქით როგორ? 5 და 6. 5 და 6? 56. თუ გამოგვივიდა და არ შევწყვით? აბა. ჩვენ ხომ ხატრები არა ვართ? არა, ჩვენ გამოუცდელები ადამიანები ვართ. აჰა, აი. მოდი აბა ზურა ვიხმოთ, სად არის? დაუძახე. ბა. ხმამაღლა დაუძახე შორს იქნება. მოვიდა, მოდი. ვა. ეს ოქროპოქროთ რა წერია? რავი, აბა თუ მეხმარ. 56 მეტრი. ეს უკვე 56 რომ მოვკეცე. აი პური. მოკლედ, აი. ეგ მაგარი პურის ნაჭერია, აი. მაგასაც მოვესწარი, რომ ბატონმა დავითმა აი ესეთი შესანიშნავი ტორტი გამომიცხო რა, ხორცის. შეგიწვი. შემიწვი, ხო, ნუ გამას გამოცხობა ქვია.
მოდი, ვისაც პატარა ბავშვები ყავს, ვიწოდიდე ვიყავს, მე კარგად გიმყოფოთ. ვისაც პატარა მიყავთ, შვილები, შვილიშვილები, სულ ესეთი ტორტების, ამას ქვია კაცური ტორტი. მეც მქონდა დაბადების დღე. მეც მქონდა დაბადების. მე კაცური ტორტი ხო გაიკეთე მე. კაცური. შენ შენ გაიკეთე, შენ მე გამიკეთე. კარგად იყავით, გენაცვალე. ვინც მე მომილოცა, ყველას დიდი მადლობა. ვინც ვერ მომილოცა, ისინიც კარგად იყვნენ. არც იცოდნენ რომ ქონდათ, მინდა გაიგე. კიდე მადლობა რუსთავის ხინკლის სახლს რომ აი ესეთი მაგარი ჯიგრული საჩუქარი გაგვიჩერე, გაისა. გაგვიჩით. გაგვიჩით არა. გვიფეშკა. გვიფეშკა. შეგვიწვა. სხვათა შორის მაგარ გებრიელ საჩუქრის საკეთები. კარგად იყავით, აბა გენაცვალე. სხვანაირი გემო. სასეც ვინოთზე დააყდა და ნიკო ძიასთან ნაყიდი კიდე სამწოდე რა. კი, არ არის პრემიზე გაზრდილი, შენი ძმა. არ გაბზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.